ფრიდრიხ ნიცშე ცხოვრება და შემოქმედება. ფრიდრიხ ნიცშე დაიბადა 1854 წელს, გარდაიცვალა 1900 წელს. მე-19 საუკუნის გვიანი პერიოდის გერმანელი ფილოსოფოსი და კულტურის კრიტიკოსი. საზოგადოებისთვის ცნობილია ტრადიციული ევროპული მორალის, რელიგიისა და მოდერნისტული სოციალურ-პოლიტიკური ილუზიების უკომპრომისო მწვავე კრიტიკით. ნიცშეს ფილოსოფიური მეთოდი ეყრდნობა ღრმა ფსიქოლოგიურ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი მიზნად ისახავს საზოგადოებრივ იდეებში გამჯდარი ყალბის ცნობიერების გამოაშკარავებას. სწორედ ამ თვისებების გამო კარლ მარქსსა და ზიგმუნდ ფროიდთან ერთად მას ხშირად მიაკუთვნებენ ეჭვის ჰერმენევტიკის ფუძემდებლებს. საკუთარ ფსიქოლოგიურ ანალიზზე დაყრდნობით ნიცშემ შემოგთავაზა პიროვნების ბუნების სრულიად ორიგინალური თეორია. მან შექმნა რადიკალურად ახალი ღირებულებები, რომლებიც მისი ჩანაფიქრით საფუძვლად დაედება კულტურულ განახლებას და ადამიანის სულიერ გაჯანსაღებას. ადრეული წლები და ფენომენალური კარიერა. ნიცშე დაიბადა 1854 წლის 15 ოქტომბერს რეკენში, ლუთერანი პასტორის ოჯახში. ამის ადრეული გარდაცვალების შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ნაუმბურგში გადავიდა. ნიცშეს ჰქონდა უპრეცედენტო ფენომენალური აკადემიური კარიერა. 1869 წლის მაისში, სულ რაღაც 24 წლის ასაკში იგი ბაზელის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვანელად დანიშნეს და მისი მასწავლებელი ფრიდრიხ ვილჰელმ რიჩლი საკრეკომენდაციო წერილში აღფრთოვანებას ვერ მალავს. ის ამბობს, მას უბრალოდ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რის გაკეთებასაც მოისურვებს. მიუხედავად ფილოლოგიური მიღწევებისა, ნიცშეს ინტერესები მალევე გადავიდა ფილოსოფიისაკენ, განსაკუთრებით არტურ შოპენჰაუერის და ფრიდრიხ ალბერტ ლანგეს გავლენით. საინტერესოა, რომ ბაზელში მიწვევამდე იგი გეგმავდა კიდეც სადოქტორო დისერტაციის დაცვას კანტის შემდგომი პერიოდის ტელეოლოგიის თეორიებზე. ვაგნერის გავლენა და პირველი ნაბიჯები ფილოსოფიაში. სტუდენტობისას ნიცშემ მჭიდროდ დაუახლოვდა კომპოზიტორ ვაგნერს და ბაზელში გადასვლის შემდეგ ვაგნერებისა და კოზიმა ლისტის ხშირი სტუმარი გახდა. ეს მეგობრობა და მათი შემდგომი დრამატული განხეთქილება ნიცშეს ცხოვრებისა და შემოქმედების ერთ-ერთი საკვანძო ორიენტირი იყო. მისი სადებიუტო წიგნი ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან არ ყოფილა სტანდარტული აკადემიური ნაშრომი. ეს იყო პროვოკაციული პოლემიკა, სადაც ანტიკური ათენის ტრაგიკული კულტურის კოლაფსი გააზრებული იყო როგორც წინაპირობა თანამედროვე გერმანიის აღორძინებისა ვაგნერის მუსიკალური დრამის მეშვეობით. კლასიკურმა სამეცნიერო წრეებმა წიგნი მცივად მიიღებს. იგი სასტიკად გააკრიტიკა ფილოლოგმა ვილამოვიც მელენდორფმა, თუმცა ნაშრომი მაინც შეიცავდა გენიალურ მიგნებებს ანტიკურ ტრაგედიაში გუნდის ფუნქციის შესახებ. კულტურულ პროცესებზე გავლენის მოსახდენად ნიცშემ გამოსცა ესეების სერია დრომორჭმული განხილვანი ან არადროული მოსაზრებანი, რომლებიც ეძღვნებოდა შტრაუს, შოპენჰაუერს, ვაგნერსა და ისტორიის როლს კაცობრიობის ყოფაში. იდეური გარდატეხა და აფორიზმების სტილი. მიუხედავად იმისა, რომ ნიცშე აქტიურად იყო ჩართული ვაგნერის ბაიროითის თეატრალური პროექტის დაგეგმვაში, ფესტივალის ზედაპირულმა კულტურულმა ატმოსფერომ მასში მალე ღრმა იმედგაცრუება გამოიწვია. 1876 წლის შემდეგ მათი გზები საბოლოოდ გაიყარა. ამას დაერთო მყიფე ჯანმრთელობა, რის გამოც ნიცშემ ბაზელის უნივერსიტეტიდან გრძელვადიანი შებულება აიღო. სორენტოს მეგობარ პაულ რეესთან ერთად ყოფნისას მან დაიწყო მორალის ნატურალისტური კრიტიკა. ამ ძიებების შედეგი იყო წიგნი ადამიანური ზეადამიანური. სწორედ აქ ჩამოყალიბდა ნიცშესთვის დამახასიათებელი სტილი, მოკლე, დანომრილი აბზაცები და ტევადი აფორიზმები. როდესაც ნიცშემ ეს წიგნი ვაგნერებს გაუგზავნა, მათ მეგობრობას წერტილი დაესვა. ნიცშე მოგვიანებით იხსენებდა, რომ მისი ნაშრომი და ვაგნერის პარსიფალის ლიბრეტო ფოსტაში ერთმანეთს შეხვდა, თითქოს ორი მახვილი გადაჯვარებულიყოსო. შემოქმედებითი მწვერვალი და პირადი დრამა. 1879 წელს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ნიცშე იძულებული გახდა საბოლოოდ ეთქვა უარი პროფესორობაზე და ამით მან მოიპოვა სრული შემოქმედებითი თავისუფლება და დაიწყო მისი ყველაზე პროდუქტიული ფაზა, როდესაც თითქოს ყოველწლიურად თითო გენიალური წიგნი იწერებოდა. აისი 1891 წელს, მხიარული მეცნიერება 1882-87 წლებში, ასე იტყოდა ზარადუსტრა 1883-85 წლებში, სიკეთისა და ბოროტების მიღმა
1886 წელში მორალის გენეალოგიისათვის 1887 წელს და უკანასკნელი შემოქმედებითი წელი იყო 1888 წელი კერპთა ბინდი, ვაგნერის საქმე, ანტიქრისტე და ინტელექტუალური ავტობიოგრაფია ეკე ჰომოს. ამავე პერიოდში ნიშეს ჰქონდა მგზნებარე და მტკივნეული ინტელექტუალური კავშირი პაულ რეესთან და ლუ სალომესთან, ნიჭიერ რუს სტუდენტთან. მას შორდა საერთო აკადემიური კომუნის შექმნა, თუმცა რეესა და ნიშეს რომანტიკულმა კონკურენციამ და სალომეს მიერ ნიშეს ხელის თხოვნის უარყოფამ ეს კავშირი სამუდამოდ დაშალა. მოგვიანებით სალომემ გამოსცა უმნიშვნელოვანესი ნაშრომი ნიშეს შესახებ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მისი ფილოსოფიური შემოქმედების პერიოდიზაციას. ბოლო წლებიდან მემკვიდრეობის მანიპულაცია. ჯანმრთელობის ძიებაში ნიშე მუდამ მოგზაურობდა, ზამთარს იტალიაში ატარებდა ზაფხულს შვეიცარიაში, მას მუდმივად ტანჯავდა მძიმე შაკი და მხედველობის პროგრესირებადი დაკარგვა. თანამედროვე კვლევრები ვარაუდობენ, რომ მას ჰქონდა რეტროორბიტალური მენინგომა, ანუ ნელა მზარდი სიმსივნე მარჯვენა თვალის უკან. 1899 წლის იანვარში ტურინის ქუჩაში ნიჩემ საბედისწერო ფსიქიკური კოლაფსი განიცადა. მისმა ერთგულმა მეგობარმა ფრანც ოვერბეკმა იგი მძიმე დემენციის მდგომარეობაში იპოვა. სიცოცხლის ბოლო წლები მან დედისა და დის მზრუნველობის ქვეშ სრულ დუმლში გაატარა და გარდაიცვალა 1900 წელს. ნიჩეს ავადმყოფობის პერიოდში დაურეგულირებელ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე კონტროლი ხელში ჩაიგდო მისმა დამ ელისაბედმა. მან საკუთარი ნებით გამოსცა ფრაგმენტების ცნობილი კრებული ნებისყოფა ძალაუფლების მიმართ და ეს გამოცემა მანიპულაციური და არაკეთილსინდისიერი იყო. ელისაბედმა ტექსტები საკუთარ ნაციონალისტურ და ანტისემიტურ იდეოლოგიას მოარგო, რაც თავად ნიშესთვის ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. საბედნიეროდ დღეს ნიშეს ორიგინალი ეს ჩანაწერები სრულად აღდგენილია ავთენტურ კრიტიკულ გამოცემებში. რელიგიისა და მორალის კრიტიკა. ნიშეს ფილოსოფიის ცენტრალური ღერძი ტრადიციული მორალისა და ქრისტიანული რელიგიის დეკონსტრუქციაა. მისი კრიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ თეოლოგიური დოგმატების უარყოფით, იგი ასევე იკვლევს იმ ფსიქოლოგიურ და სოციალურ საფუძვლებს, რომელმაც ეს სისტემები შვეს. გამოთქმა ღმერთი მოკვდა და ნიჰილიზმის საფრთხე. ნიშეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად არასწორად გაგებული ფრაზაა ღმერთი მოკვდა, რომელიც შეიძლება გაგებული იყოს როგორც ათეისტური ზეიმი, მაგრამ სხვა ავტორებისთვის ეს გაგებულია როგორც კულტურული და ისტორიული კატასტროფის დიაგნოზი. ნიშე ამტკიცებს, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ, მეცნიერულმა პროგრესმა და განმანათლებლობამ თავადვე გამოუტანეს განაჩენი ქრისტიანულ მეტაფიზიკას. ღმერთის როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტებისა და მორალური ორიენტირის გაქრობა საზოგადოებას უმძიმეს კრიზისს, ევროპული ნიჰილიზმის წინაშე აყენებს. თუ კი არ არსებობს უზენაესი ტრანსცენდენტული ძალა, რომელიც სამყაროს საზრისს ანიჭებს, მაშინ კაცობრიობა ყოველგვარი ღირებულებითი საყრდენის გარეშე რჩება. ნიშნეს მთავარი საფიქრალი სწორედ ამ ყოვლის მომცველი სიცარიელის დაძლევა და ღირებულებათა ახალი სისტემის შექმნა იყო. მორალის გენეალოგია, ბატონთა და მონათა მორალი. თავის ფუნდამენტურ ნაშრომში მორალის გენეალოგიისთვის ნიშე იყენებს ისტორიულ ფილოლოგიურ მეთოდს გენეალოგიას, რათა აჩვენოს, რომ ჩვენი მარადიული მორალური ცნებები სინამდვილეში ძალაუფლებრივი ბრძოლისა და ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგია. იგი განასხვავებს მორალის ორ ძირითად ტიპს. მორალი ბატონის დამახასიათებელი იყო ანტიკური არისტოკრატიული კულტურებისთვის, მაგალითად ძველი საბერძნეთისა და რომისთვის, და აქ ამოსავალი წერტილია დიქოტომია კეთილსა და ცუდს შორის. კეთილი როგორც კეთილშობილი, ძლიერი, ლამაზი, ბედნიერი და ცუდი როგორც უბრალო, სუსტი, მშიშარა და საცუდავი. ეს არის სიცოცხლისა და საკუთარი ძალის პირდაპირი პოზიტიური დადასტურება. გულისხმობთ ბატონთა მორალს. და შემდეგ მონათა მორალი. წარმოიშვა ჩაგრულ, სუსტ და დამონებულ სოციალურ ჯგუფებში, უპირველეს ყოვლისა იუდეურ ქრისტიანულ ტრადიციაში. მონათა მორალი რეაქციულია, იგი იბადება არა საკუთარი თავის, არამედ სხვისი, ანუ ძლიერის უარყოფით. მისი ამოსავალი წერტილია დიქოტომია კეთილისა და ბოროტის და აქ ბოროტად ცხადდება ყველაფერი, რაც ბატონთა მორალში კეთილშობილი და ძლიერი იყო, ხოლო კეთილად თავმდაბლობა, მორჩილება, მოთმინება და სიბრალული. რესენტიმენტის ცნება ნიშესთან. მონათა მორალის მამოძრავებელ ფსიქოლოგიურ მომენტად ნიშე მიიჩნევს რესენტიმენტს, ფარულ დათრგუნულ შურსა და ბოღმას ძლიერების მიმართ, რომელიც ვერ პოულობს გამოსავალს რეალურ ქმედებაში.
რესენტიმენტის საშუალებით სუსტები ახდენენ ღირებულებათა გადაფასებას და ვინაიდან მათ არ შეუძლიათ მიაღწიონ მიწიერ ძალაუფლებასა და დიდებას, ისინი მიწიერ სიძლიერეს ცოდვად აცხადებენ, ხოლო საკუთარ უძლურებასა და ტანჯვას მორალურ უპირატესობად და სულიერ სიწმინდედ. ქრისტიანობა ნიჩეს აზრით არის რესენტიმენტის უმაღლესი ინსტიტუციონალიზებული ფორმა, რომელმაც ევროპულ კულტურაში სიცოცხლის ძირითადი ინსტინქტები დაასახიჭრა. ასკეტური იდეალები და ასკეტი მღვდლის როლი. გენოლოგიის მესამე ნაწილში ნიჩე სვამს კითხვას, რატომ მოიპოვა ასკეტურმა იდეალმა, თვითგვემმა, მიწიერი სიამოვნების უარყოფამ, სხეულის სიძულვილმა, ასეთი უზარმაზარი ძალაუფლება კაცობრიობაზე. პასუხი ასკეტი მღვდლის ფენომენშია. ნიშეს მიხედვით ადამიანი იმდენად ვერ უძლებს უაზრო ტანჯვას, რომ ურჩევნია არარაობა ინებოს, ვიდრე საერთოდ არაფერი ინებოს. ასკეტმა მღვდელმა კაცობრიობის ტანჯვას მისცა საზრის, იმან ეს ტანჯვა ცოდვის გამოსყიდვად და დანაშაულად მონათლა. მღვდელმა რესენტიმენტის მქონე ადამიანების შინაგანი ბოღმა და აგრესია გარეთ მიმართვის ნაცვლად საკუთარი თავისკენ შეაბრუნა, რითაც შექმნა სინდისის ქენჯნა. ამან დროებით განკურნა ადამიანი ეგზისტენციალური სასწორკვეთისაგან, მაგრამ ამავდროულად იგი მუდმივ, ქრონიკულად დაავადებულ არსებად აქცია. ძირითადი ფილოსოფიური კონცეპტები. მას შემდეგ, რაც ნიშემ ტრადიციული მორალი და ღმერთის იდეა კონსტრუქციის, დეკონსტრუქციის ქარცეთში გაატარა, იგი გადავიდა ახალი, პოზიტიური და სიცოცხლის განმადიდებელი ფილოსოფიის შენებაზე. ეს სისტემა სამ ფუნდამენტურ შვედს ეყრდნობა: ძალაუფლების ნება, ზეკაცი და მარადიული დაბრუნება. ძალაუფლების ნება. ტრადიციული მეტაფიზიკისაგან განსხვავებით, რომელიც სამყაროს საფუძვლად მატერიას ან გონს მიიჩნევს, ნიჩე გვთავაზობს რადიკალურ ალტერნატივას. სამყაროსა და ადამიანის არსი არის ძალაუფლების ნება. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური ტირანიის ან ფიზიკური დომინირების სურვილი. ნიჩესთვის ძალაუფლების ნება არის სამყაროს მამოძრავებელი ძირითადი კოსმოლოგიური და ფსიქოლოგიური ენერგია. იგი ამ იდეით უპირისპირდება თავის მასწავლებელს, არტურ შოპენჰაუერს, რომელიც სამყაროს საფუძვლად სიცოცხლის ნებას მიიჩნევდა. ნიჩე ამბობს, რომ ცოცხალი არსება ისწრაფვის არა უბრალოდ გადარჩენისკენ, ანუ თვითშენარჩუნებისაკენ, არამედ საკუთარი ძალების გაფართოების, ზრდის, დაძლევისა და თვითგამოხატვისკენ. ძალაუფლების ნების უმაღლესი ფორმა არის არა სხვების დამონება, არამედ საკუთარი თავის ფლობა და თვითდაძლევა. ზეკაცი. ნიჩეს გამოთქმა ღმერთი მოკვდა, ნიშნავს, რომ კაცობრიობამ დაკარგა ტრანსცენდენტული მიზანი, ამ ვაკუუმის შესავსებად ნიშეს შემოაქვს ზეკაცის ფენომენი, რომელიც ყველაზე ნათლად მის ფილოსოფიურ პოემაში ასე იტყოდა ზარათუსტრა, არის აღწერილი. ზარათუსტრა ქადაგებს: ადამიანი არის ხიდი, გადებული ცხოველსა და ზეკაცს შორის, ხიდი უფსკულზე. ზეკაცი არ არის ბიოლოგიური ევოლუციის ან რასობრივი უპირატესობის პროდუქტი, როგორც ეს მოგვიანებით ნაცისტურმა პროპაგანდამ დაამახინჯა და გამოთქვა. ზეკაცი არამედ არის სულიერი და კულტურული იდეალი. ეს არის პიროვნება, რომელმაც სრულად დაძლია ნიჰილიზმი და მონათა მორალის გავლენა, უარი თქვა მასობრივი საზოგადოების, ანუ უკანასკნელი ადამიანის კომფორტსა და მედიოკრატულ ბედნიერებაზე და გახდა საკუთარი თავის კარმდებელი და თავადვე შექმნა საკუთარი ავტონომიური ღირებულებების სიცოცხლის დასადასტურებლად. მარადიული დაბრუნება. ნიშეს ფილოსოფიის ყველაზე იდუმალი და ეგზისტენციალურად მძიმე იდეა მარადიული დაბრუნების საზროვნო ექსპერიმენტია. ხეარულ მეცნიერებაში იგი გვთავაზობს ჰიპოთეტურ სცენარს, რა მოხდებოდა ერთ დღეს ან ღამეს თქვენ მარტოობაში დემონი შემოგპაროდათ და ეთქვა, რომ მთელი თქვენი ცხოვრება, ყოველი ტკივილი, სიხარული, ფიქრი და ამოსუნთქვა ზუსტად იმივე თანმიმდევრობით უსასრულოდ ბევრჯერ განმეორდებოდა. და როგორ იქნებოდა თქვენი რეაქცია? და დაეცემოდით მიწაზე და დაწყევლით ამ დემონს თუ ამას აღიქვამდით როგორც უზენაეს ღვთიურ მომენტს. თანამედროვე მკვლევრები ამ იდეას სხვადასხვაგვარად განმარტავენ. კოსმოლოგიური ინტერპრეტაცია, ვინაიდან სამყარო დრო უსასრულოა, ხოლო მატერიისა და ენერგიის კომბინაციები სასრული, ყველაფერი ადრე თუ გვიან აუცილებლად განმეორდება. და ეგზისტენციალური და ნორმატიული ტესტი. მარადიული დაბრუნება არის პიროვნების სიმტკიცის უმაღლესი საზომი. ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტად ძლიერი და ბედნიერი, როდესაც მას შეუძლია ნებისმიერი პირობითობის გარეშე ინებოს საკუთარი ცხოვრების ზუსტად ისე უცვლელად განმეორება მარადისობაში. ეს იდეა მჭიდროდ უკავშირდება ნიშესეულ ამორფატის ან ბედისწერის სიყვარულის კონცეფციას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს არაუბრალოდ უნდა შეეძლოს გარდაუვალი ბედისწერის ატანა, არამედ უნდა უყვარდეს იგი მთელი თავისი ტრაგიზმითა და სილამაზით.
მილან კუნდერა თავის რომანში „უკვდავება“ და ასევე „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ თავის პერსონაჟებს სწორედ ამგვარ ეგზისტენციალურ სიტუაციაში აყენებს, ნიჩესეულის აზროვნო ექსპერიმენტის გამოყენებით. როგორც რეგისტერი აღნიშნავს, მარადიულობის ეს შეზღუდვა მოითხოვს ნეტარების განსაკუთრებით მთლიან, რადიკალურ ფორმას, რომლის სიძლიერეც იზომება სურვილით, რომ ჩვენი არსებითად სასრული სიცოცხლე გახდეს უსასრულო და უფრო კონტექსტუალური თვალსაზრისით, ნიშნისთვის მნიშვნელოვანი იყო გამოერიცხა გარკვეული სახის პირობითი დასტური, რომელიც შთაგონებულია ქრისტიანული ესქატოლოგიით, სადაც მიწიერი ცხოვრება მხოლოდ გარდამავალი ეტაპია. გავლენა და ინტელექტუალური მემკვიდრეობა. ფრიდრიხ ნიჩეს სიკვდილის შემდეგ მისი იდეები გასცდა ვიწრო აკადემიურ წრეებს და მე-20 საუკუნის კულტურული, ლიტერატურული და ფილოსოფიური რევოლუციების მამოძრავებელ ძალად იქცა. მისი რადიკალური ეჭვი აბსოლუტური ჭეშმარიტებების მიმართ საფუძვლად დაედო თანამედროვე აზროვნების არაერთ წამყვან მიმდინარეობას. გავლენა ეგზისტენციალიზმზე. ნიჩე სორენ კიერკეგორთან ერთად სამართლიანად ითვლება ეგზისტენციალიზმის წინამორბედად, მისმა დიაგნოზმა ღმერთის სიკვდილმა და მისგან გამოწვეულმა კოსმიურმა უაზრობამ პირდაპირ ბიძგიმისა ისეთი მოაზროვნეების შემოქმედებას, როგორებიც იყვნენ ჟან-პოლ სარტრი, მარტინ ჰაიდეგერი და ალბერტ კამიუ და სხვა. ეგზისტენციალისტებმა ნიჩესაგან აიღეს მთავარი პოსტულატი, ვინაიდან სამყაროს არ გააჩნია წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური მორალური საზრისი, ადამიანი თავად არის განწირული იმისათვის, რომ იყოს თავისუფალი და საკუთარი არჩევანით შექმნას საკუთარი არსებობის არსი. კამიუს მსჯელობა აბსურდის შესახებ და სარტრისეული არსებობა წინ უსწრებს არსებას. პირდაპირ ეხმიანება ნიჩესეულ მოწოდებას საკუთარი ღირებულებების ავტონომიური შექმნის შესახებ. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, კამიუს მსჯელობა აბსურდის შესახებ და შემდეგ სარტრისეული ცნება არსებობა წინ უსწრებს არსებას, ცნობილი გამონათქვამი, ეხმიანება ნიჩესეულ მოწოდებას საკუთარი ღირებულებების ავტონომიური ქმნადობის შექმნის შესახებ. ნიჩე და ფსიქოანალიზი. ნიჩეს ღრმა ფსიქოლოგიურმა ინტუიციამ და ადამიანის ფარული მოტივაციების კვლევამ უდიდესი გავლენა მოახდინა ფსიქოანალიზის დაბადებაზე. ზიგმუნდ ფროიდი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ ნიჩეს იდეები ადამიანის არაცნობიერ ბუნებაზე, დათრგუნულ ინსტინქტებსა და მორალის მიღმა არსებულ მამოძრავებელ ძალებზე ხშირად უსწრებდა წინ მის საკუთარ კლინიკურ აღმოჩენებს. ნიჩესეული რესენტიმენტის კონცეფცია და სინდისის ქენჯნის ანალიზი, როგორც შიგნით მიმართული აგრესია, პიროვნების შიგნით მიმართული აგრესია პირდაპირ აისახა ფროიდის თეორიაში, ზმ-ს, ანუ სუპერეგოს და ცივილიზაციის გამოწვეული კულტურული შფოთვების შესახებ. ასევე კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომები და მისი არქეტიპის თეორია დიდწილად ეყრდნობა ნიჩეს მიერ ასე იტყოდა ზარათუსტრაში გამოყენებულ სიმბოლიზმსა და მითოლოგიურ სახეებს. პოსტსტრუქტურალიზმი და ეჭვის ჰერმენევტიკა. ფრანგულმა ნეო-ნიჩიანობამ, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან, სრულად ახლებულად გადაიაზრა ფილოსოფიის მემკვიდრეობა. მიშელ ფუკომ, ჟაკ დერიდამ და ჟილ დელეზმა ნიჩეს იდეები გამოიყენეს ენის ძალაუფლებისა და ინსტიტუტების კრიტიკისთვის. მიშელ ფუკომ განავითარა ნიშნეული გენეალოგიური მეთოდი და აჩვენა, თუ როგორ არის გადაჯაჭვული ცოდნა და ძალაუფლება ერთმანეთთან. მისი კვლევები სიგიჟის, კლინიკებისა და ციხეების შესახებ აღაშკარებს, რომ ის, რასაც ჩვენ ობიექტურ ჭეშმარიტებად მივიჩნევთ, ხშირად მხოლოდ ისტორიული ძალადობრივი სტრუქტურების პროდუქტია. და ჟაკ დერიდამ ნიჩეს პერსპექტივიზმი დააფუძნა თავის დეკონსტრუქციის მეთოდს და რითაც ეჭვქვეშ დააყენა დასავლური ფილოსოფიის ლოგოცენტრიზმი. ნიჩეს ფილოსოფიური წერის სირთულეები. სტილი როგორც გამოწვევა. ნიჩეს სტილის არაკონვენციური ხასიათი მისი ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ის ამბობდა, მე მაქვს სტილის მრავალი შესაძლებლობა, რაც კი ოდესმე ყოფილა ერთი ადამიანის განკარგულებაში. აფორისტული ფორმა და სტრუქტურული წყვეტა. აკადემიური ფილოსოფიური ტრაქტატებისაგან განსხვავებით, ნიჩეს წიგნები ხშირად დაყოფილია მოკლე, დანომრილ სექციებად. მათ შორის ხშირად არ არსებობს აშკარა ლოგიკური კავშირი და ისინი არ თავსდებიან ერთ საერთო ხაზოვან არგუმენტში. ნიჩე ამაზე თავად წერდა, მე ღრმა პრობლემებს უახლოვდები როგორც ცივ აბაზანებს, სწრაფად მათში და სწრაფადვე გარეთ. ამგვარი ტელეგრაფიული სტილით გამოწვეულ გაუგებრობაზე იგი ამაყად პასუხობს, რომ მას უბრალოდ არ სურს იქნას გაგებული ნებისმიერის მიერ,
ისეთ ნაშრომებშიც კი, როგორიცაა მორალის გენეალოგია, ან ასე იტყოდა ზარათუსტრა, სადაც თითქოს მეტი ნარატიული უწყვეტობა და ნიჩე განზრახ წყვეტს მსჯელობის ხაზს და მოულოდნელად გადადის სრულიად დაუკავშირებელ პუნქტებზე. ეს აფორისტული მოდუსი სათავეს იღებს გერმანულ ფილოსოფიურ ტრადიციაში, შოპენჰაუერთან მაგალითად და მორალისტებში, მაგალითად ლაროს ფუკოსთან. ბევრი ნიშნიანური აფორიზმი ეყრდნობა ეგრეთ წოდებულ ანუ მოულოდნელ შემოbrunებას. პირველი ნაწილი გვიქმნის გარკვეულ მოლოდინს, რომელიც მეორე ნაწილში რადიკალურად იცვლება. მაგალითად, ყოველი ჩვევა ჩვენს ხელს მეტ გონებამახვილებას ძენს, მაგრამ ჩვენს გონებამახვილობას ნაკლებად გამოსადეგს ხდის. გამონათქვამი, რომელიც ცნობილია და რომელიც ასეთი ტვისტის მაგალითია. ვალტერ კაუფმანის აზრით, ნიჩემ აფორიზმები ფილოსოფიის ექსპერიმენტალისტური რეჟიმის სამსახურში ჩააყენა. თუმცა, კითხველი ფრთხილად უნდა იყოს. ნიჩეს ყველა მოკლე სექცია როდია დამოუკიდებელი აფორიზმი. ხშირად გრძელი სექცია შენდება ერთი ცენტრალური აფორიზმის გარშემო, რომელიც მისი კულმინაცია ან შეჯამებაა. ამის კლასიკური მაგალითია მორალის გენეალოგიის მესამე ტრაქტატის დასაწყისი, რომელიც სრულდება ადამიანის ნების ფუნდამენტური ფაქტის კაფსულირებით. ის ამჯობინებდა არაფრის ნდობას, ვიდრე საერთოდ არ ნდობას. ლიტერატურული ტროფები, ალუზიები და მრავალხმიანობა. ნიჩეს ტექსტები უკიდურესად დატვირთულია ლიტერატურული ფიგურებით, ჰიპერბოლებით, ირონიითა და სხვა ხერხებით. ეს არაპირდაპირი მეტყველება მკითხველისაგან აქტიურ დაძაბულ დეკოდირებას მოითხოვს. გარდა ამისა, იგი ინტენსიურად იყენებს ისტორიულ და ფილოსოფიურ ალუზიებს. მაგალითად, მწვავე კრიტიკას კანტის, სპინოზასა თუ თანამედროვე ფიზიკოსების მიმართ, სიკეთისა და ბოროტების მიღმა წიგნში. და ხშირად ნიჩე ტექსტში იგონებს კონკრეტულ პერსონას, ხმას, რათა შემოიტანოს ხედვა, რომელსაც მოგვიანებით თავადვე სრულად უარყოფს ან შეამსუბუქებს. სხვადასხვა ავტორი აღნიშნავს, რომ მკითხველის ყურადღება ხშირად ფიქსირდება ცალკეული ბრწყინვალე პასაჟებით, მაგრამ რადგან მათი ლოგიკური ბმები მეზობელ სექციებთან დაფარულია, წიგნის მთლიანი სტრუქტურა ადვილად იკარგება. მკვლევრები ასევე ამბობენ, რომ მთელი წიგნის დაწერა დასჭირდებოდათ, რათა აეხსნათ ალუზიები და შინაგანი კავშირები, რომლებიც ჩართული იყო სიკეთისა და ბოროტების მიღმა სულ რაღაც პირველ 23 სექციაში, რომელიც დაახლოებით არის 40 გვერდი. რიტორიკული ღვაწლი და აუდიტორიის დანაწილების სტრატეგია. ნიჩეს წერის ყველაზე აგრესიული მახასიათებელია ის სიმხურვალე, ირონია და ემოციური ღვაწლი, რომლითაც იგი ტრადიციულ ღირებულებებს ესხმის თავს. მორალის გენეალოგია სავსეა მძიმე რიტორიკული გადაჭარბებებითა და ოპონენტების მორალური ბრალდებებით. ეს განზრახ შეურაცხყოფელი ტონი სინამდვილეში აუდიტორიის დანაწილების ეზოთერულ სტრატეგიას ემსახურება. ნიჩეს მიაჩნდა, რომ ადამიანთა უმრავლესობისათვის ქრისტიანული მორალი აუცილებელი საყრდენია და მისი განადგურება მათ მხოლოდ ზიანს მოუტანს. მისივე სიტყვებით, ნახირის აზრი უნდა მართავდეს ნახირში. რიტორიკული ღვაწლი უზრუნველყოფს იმას, რომ ტრადიციული მკითხველები იმდენად შეურაცხყოფილნი იქნებიან მისი ტონით, რომ მათი ბრაზი ავტომატურად დაბლოკავს ტექსტის ნამდვილ გაგებას. ამგვარად, წიგნი თავადვე იცავს შეუსაბამო მკითხველს საკუთარი მავნე ზეგავლენისაგან და მისაწვდომი ხდება მხოლოდ უმაღლესი ბუნების აუდიტორიისათვის. არსებობენ წიგნები, რომელთაც აქვთ საპირისპირო ღირებულებები სულისა და ჯანმრთელობისათვის იმის მიხედვით, თუ დაბალი სული, თუ უფრო მაღალი და ძლიერი მიუბრუნდებიან მათ. სწორედ ეს ფეთქებადი, მრავალშრიანი და სათუთად კონსტრუირებული ტექსტური ქსოვილი აქცევს ნიჩეს კითხვას მარადიულ ფილოსოფიურ და ლიტერატურულ გამოწვევად. საკვანძო დოქტრინები, პერსპექტივიზმი და მარადიული დაბრუნების კრიტერიუმები. ნიჩეს რეაქცია ძველ ფილოსოფოსებზე დიდწილად ეყრდნობოდა მის ინტერესს პერსპექტივის ცნების მიმართ. იგი მიიჩნევდა, რომ წარსულის მოაზროვნეები საერთოდ ვერ ამჩნევდნენ, თუ როგორ გავლენას ახდენდა მათ ნაშრომებზე საკუთარი პირადი თვალსაზრისი და მათ უბრალოდ ვერ შეძლეს ამ ფარული ეფექტების კონტროლი. ნიჩეს მიმართვას პერსპექტივის მიმართ ან შემეცნების ოპტიკის მიმართ აქვს როგორც კრიტიკული, ისე პოზიტიური მხარე. თავის ნაშრომში მორალის გენეალოგიისათვის იგი წერს. როგორც შემეცნებელნი, ნუ ვიქნებით უმადურნი, ნაცნობი პერსპექტივებისა და შეფასებების ამგვარი მტკიცე შემოbrunებების მიმართ. ამგვარად ერთხელ განსხვავებულად დანოხის სურვილი არ არის მცირე დისციპლინა და ინტელექტის მომზადება მისი მომავალი ობიექტურობისათვის და ეს უკანასკნელი გაგებული არაა როგორც უინტერესო ჭვრეტა, რაც არის არც ცნება,
ან არაცნება და აბსურდი, არამედ უფრო როგორც უნარი ჰქონდეს საკუთარი მომხრე და მოწინააღმდეგე არგუმენტები საკუთარ ძალაუფლებაში, რათა ადამიანმა იცოდეს, როგორ გაახადოს ზუსტად პერსპექტივებისა და აფექტური ინტერპრეტაციების განსხვავება სასარგებლო შემეცნებისათვის. ეს პასაჟი პირდაპირ უარყოფს ძველ პლატონურ იდეას, თითქოს შემეცნება მოითხოვს აბსოლუტურ ობიექტურობას, ან სამყაროს დანახვას ყოველგვარი სუბიექტური თვალსაზრისის მიღმა. ნაცვლად ამისა, ნიჩე გვთავაზობს, რომ ნამდვილ ობიექტურობას ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეთ. ეს ხდება სხვადასხვა პერსპექტივების შედარებით და მათი განსხვავებულობის გამოყენებით. მარტივად რომ ვთქვათ, ფილოსოფიაში ხედვა არსაიდან სრულიად შეუძლებელია. თავისი თეორიის დამუშავებისას ნიჩე ეყრდნობოდა მე-19 საუკუნის წამყვან ინტელექტუალურ მიმდინარეობებს, ნეოკანტიანელებსა და პოზიტივისტებს. თუმცა, თუ ძველი ფილოსოფოსები სამყაროს სტრუქტურულ მახასიათებლებს, როგორიცაა სივრცე, დრო და მიზეზშედეგობრიობა, მარადიულ, უცვლელ კანონებად მიიჩნევდნენ, ნიჩე მათ ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსი შესძინა და მისთვის ნებისმიერი პერსპექტივა ყოველთვის დაფუძნებულია ადამიანის შინაგან აფექტებსა და ლტოლვებზე. სწორედ ამიტომ მიიჩნევს იგი, რომ ყოველი დიდი ფილოსოფია აქამდე იყო მისი ავტორის პერსონალური აღსარება და ერთგვარი უნებლიე და არაცნობიერი მემუარები. კომენტატორები ამტკიცებენ, რომ პერსპექტივიზმი უნდა მივჩნიოთ არა მხოლოდ შემეცნების თეორიად, არამედ წმინდა ფსიქოლოგიურ დოქტრინად, როგორც მოძღვრება ადამიანის ლტოლვებისა და შინაგანი ემოციების ურთიერთქმედების შესახებ. ჭეშმარიტების პრობლემა. ნიჩეს ხედვები ჭეშმარიტებაზე ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივია. ერთის მხრივ ის სკეპტიკურად უარყოფს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, მეორე მხრივ კი ხშირად მტკიცედ და თავდაჯერებულად საუბრობს საკუთარი ხედვების პატიოსნებაზე. ამ დაძაბულობის ასახსნელად ფილოსოფიურ წრეებში რამდენიმე ძირითადი მიდგომა ჩამოყალიბდა. ლოგიკური გამონაკლისი მოსაზრება, რომ ნიჩეს საკუთარი ფილოსოფიური იდეები და მტკიცებები ხდება მისივე კრიტიკის ფარგლებს გარეთ და მათზე ეს სკეპტიციზმი არ ვრცელდება. მნიშვნელობების გამიჯნა. იდეა, რომ ნიჩე ერთმანეთისაგან მკაფიოდ მიჯნავდა ჭეშმარიტების ორ ფორმას, დოგმატურს, აქ ამ შემთხვევაში მეტაფიზიკურს, რომელსაც უარყოფდა და პერსპექტიულს, ანუ ამ შემთხვევაში პრაგმატულს, რომელსაც თავად იყენებდა. ევოლუციური განვითარება ვარაუდი, რომ ნიჩემ თავისი კარიერის გვიან პერიოდში უარისქვა ჭეშმარიტების რადიკალურ უარყოფაზე, არის კიდევ ერთი ცნობილი თეორია და ის ასევე ამბობს, რომ უფრო ზომიერი პოზიცია დაიკავა ნიჩემ თავისი სიცოცხლის ბოლო დროს. ანალიტიკოსები პერსპექტივიზმს ხან სამყაროს ონტოლოგიაში სვამენ, სადაც თავად რეალობა გაგებულია როგორც ძალის ცენტრების სისტემა, ხან კი აღქმის თეორიად განიხილავენ. ნიჩეს მთავარი მიგნება ის იყო, რომ ჩვენი შემეცნების ყველა ასპექტი, სენსორული შესაძლებლობები, ლტოლვები და შინაგანი შფოთვები და სხვა ჩვენს რეალობას უნიკალურ პერსპექტიულ ელფერს ანიჭებენ. ეს ინდივიდუალური მახასიათებლები არასდროს ექვემდებარებიან ერთიან, საყოველთაო და ობიექტურ ჩარჩოში მათ მოქცევას. მარადიული დაბრუნების პრაქტიკული სააზროვნო ექსპერიმენტი და მისი სამი კრიტერიუმი. ფილოსოფიურ კომენტარებში დამკვიდრებული გავლენიანი მიდგომის მიხედვით მარადიული დაბრუნება არ არის სამეცნიერო ან კოსმოლოგიური მტკიცება სამყაროს ფიზიკურ ბუნებაზე. ნაცვლად ამისა, ეს არის პრაქტიკული სააზროვნო ექსპერიმენტი და მისი მიზანია გამოცადოს, შეუძლია თუ არა ადამიანს საკუთარი სიცოცხლის სრული უპირობა მიღება და დადასტურება. ამის ასახსნელად კვლევები ხშირად იყენებენ ოჯახურ ანალოგიას, როდესაც მეუღლე გეკითხება, დაქორწინებოდით თუ არა მასზე ხელახლა და ეს შეკითხვა რეალურად მოითხოვს თქვენი ქორწინების არსებული მდგომარეობის ფუნდამენტურ გულწრფელ შეფასებას. თუ დაბრუნებას სწორედ ამგვარ პრაქტიკულ სააზროვნო ექსპერიმენტად განვიხილავთ, აუცილებელია მისი სამი საკვანძო კრიტერიუმის გააზრება. წარსულის დაბრუნება, ანუ მომავლისაკენ მიკერძოების დაძლევა, რომ ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია წარსულის შეცვლა, ადამიანის ყურადღება ბუნებრივად ყოველთვის მომავლისკენაა მიმართული. თუმცა თუ კითხვა ეხება სიცოცხლის ღირებულებას მთლიანობაში, წარსულის მოვლენებს ზუსტად ისეთივე წონა აქვს, როგორც მომავლის გეგმებს. მათი უგულებელყოფა თავის მოტყუებაა და მაგალითად, როდესაც ვიყენებთ მომავლის იმედს, იმ მტკივნეული ტრავმების დასამალად, რომელთა აღიარებაც არ გვსურს. მთელი ჩვენი ცხოვრების წარმოსახვით ხელახლა მომავალში მოთავსებით, ეს ექსპერიმენტი აიძულებს ადამიანს შეაფასოს საკუთარი არსებობა მის სრულ მთლიანობაში. აბსოლუტური იგივეობა, სელექციურობის დაბლოკვა. საკუთარი თავის შეფასებისას უბრალოდ რომ გამოგვეტოვებინა ის შეცდომები, იმედგაცრუებები, თვისებები, რომლებითაც უარყოფილნი ვართ, ეს ძნელად ჩაითვალებოდა პატიოსთან თვითგამოცდად. შეზღუდვა, რომ სიცოცხლე უნდა უბრუნდებოდეს ყოველ წვრილმანში და დეტალში, მიზნად ისახავს სწორედ ასეთი შერჩევითი გამოტოვებების დაბლოკვას. მარადიოლობის ფაქტორი. ესქატოლოგიური გაქცევის გამორიცხვა. ფილოსოფიური
ანალიზის მიხედვით, მარადიულობის შეზღუდვა მოითხოვს ბედნიერებისა და კმაყოფილების განსაკუთრებით მთლიან რადიკალურ ფორმას. ადამიანის სიძლიერე იზომება იმ სურვილებით, რომ მისი არსებითად სასრული, მიწიერი სისხლი გახდეს უსასრულო. კონტექსტუალური თვალსაზრისით ნიშნისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო გამოერიცხა ნებისმიერი პირობითი მიღება, რომელიც შთაგონებულია ქრისტიანული ხედვებით. მორწმუნე ადამიანმა შეიძლება დაადასტუროს თავისი მიწიერი ცხოვრება მხოლოდ როგორც დროებითი გამოცდა, რომელიც საბოლოოდ გამოსყიდული იქნება ზეციური ჯილდოთი. იმის წარმოდგენა, რომ მიწიერი სიცოცხლე მეორდება უსასრულოდ, ბლოკავს ამ რელიგიურ გაქცევას, ის შეფასების ფოკუსს მთლიანად აბრუნებს რეალური ყოფის ხელშესახებ მახასიათებლებზე. ამით გამოირიცხება ილუზია, თითქოს ოდესმე დადგება მიწიერი სამყაროს მიღმა არსებული ტრანსცენდენტური მომენტი, სადაც ადამიანს შეიძლება თქვას, რომ ეს რთული ცხოვრება დასრულდა და მორჩა. ეს არის ვიდეოს დასასრული, მადლობას გიხდით მოსმენისთვის. გთხოვთ კომენტარების სექციაში დაწეროთ თქვენი კითხვები, აზრები დღევანდელ თემასთან დაკავშირებით და ასევე მითხრათ, რაზე გსურთ ვისაუბროთ მომავალში. მადლობა კიდევ ერთხელ, შევხვდებით შემდეგ ჩანაწერში.